ის ქალბატონის სადღა დაიკარგა. ჩაის ადუღებს. სასპენის ხმა არ გამიგია. როგორც კი გავიგებ, უნდა ავდგე და სინი მივართვა. არ ვიცი, ვინ მაძალებდა, რომ ამ სინის თრევა თავიდანვე მევიკისრე. ძიმე მაიცი? დავჩერჩეტებ ამ სინით აქედან სამზარეულოში, სამზარეულოდან უკან, ზეთკი თითქმის არაფერი აწყვია. მე ვიფიქრე ეს ჩემგან როგორც ქმრისგან კეთილშობილური ჟესტი იქნება მეთქი, მაგრამ ახლა ამას მარტო სტუმრიანობისას კი არა, ყოველდღე ვაკეთებ. როცა სტუმრები ყავს, მაშინ მაინც საძაგლობა, თავის დამცირებაა და მეტი არაფერი. მე ვიცი, ზოგიერთი ჩვენი ნაცნობი, მაგალითად პანტელეიმონი, ვითომ თავსევლება თავის მეორე ნახევარს, დიდი სამბით გაუღებს ხოლმე კარს, მაგრამ ჩვენ ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რა შვილიც აბრძანდება. როგორც კი სტუმრები გაიკრიფებიან, ზედ ცხვირწინ მიუჯახუნებს ხოლმე კარს. ამას წინათაც რომ ვესტუმრეთ, ცოლს სკამიც კი შესთავაზა. და ამით ისე გააოცა, რომ საბრალო ქალი კინაღამ იატაკზე დაებერტყა. ასია ჩემო ბატონო, პანტელეიმონის ამბავი 5 თითივით ნათელია. ჩაი ალბათ უკვე ალუხდა. სასპენის ხმა არ გამიგია? ალბათ სასპენის ჩაიდანის ცხვირზე ჩამოცმა თუ დაავიწყდა. ვითომ იმასაც პირველად დაავიწყდა. პირზე კი სულისაკერია, ვითომ მე მავიწყდება ხოლმე. იცნობა, შვილის სამზანდება. სასპენის ჩამოცმა დაავიწყდა. ნეტავი დღეს რა დაემართა? ალბათ მეორედ მოსვლა, რატი ამ სინისთვის არ მოჩანჩალდა. იქნებ ბოლოს და ბოლოს თავი დაანებოს. მიდი მოდის გავუთავებლად ამ სინით. რა იქნება რომ ერთხელ ნამდვილი მამაკაცივით მოიქცეს. აბა რა მაგისის საქმეა ჩაი. ერთი სასტვენი სადღაც აიღო. ან თვითონ სადღაც აიკარგა ერთი ვიცო. მობძანდე. აკაბძანდება. ცურვესად ყოფილ ხარ, ძილფასო, სად ყოფილ ხარ. ამაზე რა უნდა უპასუხო? დიახ, ახალა. ეთილი და პატიოსანი, აბძანდი.
მადლობ. ხადროს რა მოგახსენოთ და ამჯერად ძალიან სარკასტული პასუხი გამცა. ჩაი? ჩაი შესანიშნავი. საკვირველი. ისე გამომიწოდა ერთი ფინჯანი ჩაი თითქოს 100 მანეთიანი ეჩუქებინოს. ეხლა ეს რომ მათ არ ბრძანდებოდეს დიდი სიამოვნებით დავამტკნარებდი. მაგრამ ეს ქალბატონი აქ აბრძანდება, როგორ შეიძლება რომ პირღია დამინახოს. თვალები აუწყლიან და წვრილი შრიფტის ბრალია. იცის, სათვალე რომ ჭირდება, მაგრამ როგორ იხტიბარ სარიტეხს. მიდი, მოურიე. სანამ ეს ერთ ფინჯანს მოურევდეს, მე ამასობაში სანს დავლევ. იქნებ გახსენდეს შაქრის ჩაღრა. არა, მე მელოდება რომ ჩაუყარო, რათა შემდეგ აწუწუნდეს ძალიან დამიტკბეო. დავიღალე. რა უცნაური სიზმარი ვნახე ბალახის სათიბ მანქანაზე. რატომ უნდა დამსიზმრებოდა? რატომ? ჩვენ არც მანქანა გვაქვს და არც ბალახი. აი ეზოს ბოლოში ერთი ხელის დადება მოლია, იმას ფრჩხილების პატარა მაგრატლითაც კი გათიბავს კაცი. თუმცა არც ის მაგრატელი გვაქვს. გუშინ საღამოს ფეხის ფრჩხილების დაჭრა მინდოდა და ვერსად ვიპოვნე. იმ ხელა გამეზარდა რომ სადაცაა ზეწარს წამოედება და გახევს. ახიც იქნება. თავის ადგილას რომ არაფერს აჩერებს. აიღედა დადერას ეთალოცილო აბაზანის კარადის მეორე თაროზე. კაცმა მაგისათვის სპეციალური კაუჩიც კი გავაკეთე, მაგრამ მოგწლია, იმაზე ტაშტი ჩამოგიდა. უნდა თანაც ისეთნაირად რომ კარი აღარ იკეტება და პირის გაპასვისას ცალიფეხი აბაზანაში მიდგას. თავს მოვიჭრი რომ შაქარი არ ჩაუყრია. შენი ჩაი დაუშაქრავია. უშაქროა? დიდი მადლობა. ზის, ახლა მიყურებს. მე კი იმდენი ვატრიალე სკოლი რომ წინაღამ მაჯა ვიღრზე. არა უშავს. ჭკუას ისწავლის. ალბათ უფრო ადრე უნდა მეთქვა. ახლა უნდა ვიჯდე და უცადო, სანამ მთელ პროცედურას ახლიდან ჩაატარებს. არა.
იცი როდი სასახლეში სასტვენი ჩაიდანი სასტვენი სასახლეში დევ სასტვენი ჩაიდანის ღმერთო ჩემო ეს რა სისულელე ჩამიდე შემაცლა სულელო რამდენი ვიცინე ხო მაგრამ დრასაცინო ვიცინე სულ გამოყეჭდა ეს ბედნიერება მთელ საღამოს ეყოფა. ჯანდაბას, ოღონდ თავის გაზეთი არ წამიკითხოს და მე კი არ ფეგნი. კარიკატურებს ათვალიერებს. ეს ახლა ჩემი გულისათვის ცინის. ახლა მე უნდა ვკითხო რა გაცინებს თქო. მე კი სრულებითაც არ ვაპირებ ამას. ერთი სული აქვს, გაიგოს რა მაცინებს. არაუშავს, მოიწვინოს. არა მე ვიცი და ამას რა გაცინებ? ახლა უნდა რომ ვკითხო რა გაცინებს მეთქი. მე კი სრულებითაც არ ვაპირებ ამას. ეხლა ორი ფხიზლად უნდა მეჭიროს. აქ წერია რომ ქმარმა ცოლს ხელი კრადა ავტობუსის ქვეშ შეაგდო. ეს როგორმე აუცილებლად უნდა წავაკითხო. ღმერთო ჩემო. რატომ ამყავს ასეთი ბებერი ქმარი? ყოველთვის ბებერი იყო სულით. ახალგაზრდობაშიც. აი ესეც ხომ ვიცი რას ნიშნავს, ვიცი. ახლა საუბრის დრო დადგა. როგორ მუშაობდა დღეს მტვერსასრუტი? ეხლა რომ მითხრას ხმარების შემდეგ არ გამოგიწმენდიაო, აქვე ოთახში შემოუტან ტრით სავსე ნაგვისხუთს. დღეს ყველაფერი რიგზე იყო. კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი. როგორც ეთყობა ამ ბოლო დროს დაწვიანდა, ჰა? გასასაცილო რამე ვთქვი? ისეთი სასაცილო რომ პირდაპირ მიუზიკ ჰოლში უნდა გამოდიოდე. ეს კაცია. ჩემს სიცოცხლეში რომ არ გამიგია ისე უკბილოდ ხუმრობს. თან სულ ერთი და იგივე სიმეორებს. აი ხომ ხედავ? მტვერი რომ დროზე გამოწმინდო ხოლმე, ყველაფერი რიგზე იქნება. ინსტრუქციაშიც ასე წერია.
ინსტრუქციაში. რა თქმა უნდა, ისევ იმ ინსტრუქციას მჭრის წვირში. ელუბნები იმას, რაც განამდვილებით ვიცი, მაგრამ გაგიგონებ, არაფრის გულისათვის. ინსტრუქციაში წერია. ბოლო დროს როდის გამეცინა? ნამდვილად გულიანად. მე მგონი ჩვენი ქორწინების დღეს. ნეტავი რა თქვა? რისი თქმა შეეძლო? ალბათ რაღაც იხუმრა. თუ ამან გამაცინა ველოსიპედებით გასეირნება. რა კარგი დრო იყო. ყოველდღე წვიმდა. ჩვენ კი ამას აინუშიათ არ ვაგდებდით. ეს მაშინ ძალიან ბევრს იცინოდა. ინსტრუქციაში ისიც წერია, რომ არ შეიძლება ერთ ჯერზე დიდხანს ხმარებაო. შეიძლება ამის ბრალიცი. შეიძლება. ამას ამ ქალს თავში აქვს მტვერი. არა, თვითონაც პერსასრულს წააგავს. რაც კარგი ხონდა დაკარგა. აი გამოწურული ლიმონის ჩანჩოსავი და რა იქნება რომ მე იქნებ გავაცინო. თუ გაიღიმა მაინც მაშინ კიდევ შეიძლება საერთო ენის გამონახვა. ოხ ნეტავი ხლა მან გაიცინოს და მეტი არაფერი მინდა. ეს რაღაც ძალიან გამოცოცხლებულია. სასტვენის პოვნის ბრალია. ერთი ასეთი უმნიშვნელო რამ, რაც შეუძლია მერე წამომაყვედროს და მთელი საღამო ბედნიერია. ამას წინათ ჩაი გადამექცა ახალ სუფრას. ორა გაუხარდა? ეცა რა თქვა? ხო. მე შენ ყველაფერში გენდობიო. თითქოს დავდივარ და იმის მეც არაფერს არ ვაკეთებ, რომ სულ დუღარეთის თუ თქვავ ყველაფერს. ამ სასტვენმა ერთი ძალიან სასაცილო ამბავი გამახსენა. ესე ჩემ, ნახოთ ერთი რა გაახსენა. ვის თქმას აპირებს. ოხ, მაინც თავისი უნდა გაიტანოს. რა ამბავი ძვირასო? ისეთი არაფერი, სულელური ამბავია. ამბაჭიანო შენ ვერ იტყვი. ახლა მინდა თუ არა, რაღაცა უნდა ვთქვა. ვინ მაწალებდა, ვინ მეკითხებოდა. აბა გისმენ. ორი კაცი გზის კაფეში. და ერთი ეუბნება გესმის ადამიანებს უცნაური ჩვევები აქვთ. მეორე კი პასუხობს ყველას ერთ კაფაში რომ მოაქცევ
მე არავითარი არ გამაჩნიაო. ძალიან კარგად ვცნობ საერთოდ უკაპუნებს. პირველი კი ეუბნება, როგორ არაო, აი მე შეგამჩნიე რომ ჩაის მარჯვენა ხელით ურევდიო. ნუ თუ მეგონა რომ რაიმე ჭკვიანობს და მით უმეტეს სასაცილოს მოყვებოდა. რას მიეგმოედება რა უნდა ერთი ვიცოდეთ. მისმე? კი ძირფასო, კი, მერე განა. ხო და პირველი ეუბნება. რატომ ხუმრობენ ადამიანები? ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთი განხიარულობენ. რისთვის ცდილობს ეს ჩემს განხიარულებას? ალბათ ასე უნდა. და აბა ასე რომ არ უნდადეს, რას უნდა მივაწეროთ მისი საქციელი? ჩემი განხიარულება სურს. ხო და პირველი ეუბნება, აი სწორედ ეს არის შენი უთნაურობაცო. იმიტომ რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩაის მოსარევად ყოლს ხმარობსო. ნამდვილად ჩემი განხიარულება უნდა. ნამდვილად ეს უნდა. განაგრძე ძვირფასო, განაგრძე. მე გისმე, განაგრძე. მერე? რა, უკვე დავამთავრე? ისეთი არაფერი სულელური ამბავია. სახლამდე მაცილებ. მამა მეუბნებოდა. თქვენ ორივეს თავში გიგრძნო. ვიდექი ასე ვიცინოდით. მერე ჯვარი დავიწერეთ და ახლა ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება. მაშინ კი
დასო. დასიკო. ვარდო. ვარდო. ქალბატონი სახლშია? არა. სად არის? გახსენოთ. ხშირად დადის ხოლმე სხვაგან? დიახ. ხალდის ხალ. სად დადის ხოლმე? გახსენოთ. ვისთან დადის ხოლმე? გახსენოთ. დაიგეგიდან! და სად უნდა წასულიყო ასე დილა ადრიან, აი სად და ვისთან უნდა წასულიყო? ანა, ის იყო. სწორედ ის იყო. ისფერი კაბა, ისფერი კუდი, თანაც მოედნის თავში თვალი მომკრა და ქარვასისკენ დაუხვია. მაგრამ ახლა ჯერო ვეჭვიანობ ჯერა საფუძველი მას. მანგი როგორ ვიწამო ისეთი მოქმედება, რომელშიც შეიძლება ისეთი უმანკოა, როგორც მტერები. და თუ დამნაშავეა? მაშინ აი კაცი რო ცოლ შეიცავს, მაშინ გამოშტერდება და მაშინ დაუდგება ხოლმე თვალები. გიჟი ვარ, აი სულელი ვარ, მაკლია, ვერა ვარ თქვათ კარგად ცოტა. არა ორი თვეა რა ჯვარი დავიწერე და დღეში 200 მაინც შემივა ხოლმე ეტვი ჩემ ცოლში. თუ ჩაფიქრდება ასე მგონია სხვაზე ფიქრობს მეთქი? თუ ფანჯრიდან იყურება ასე მგონია სხვას უყურებს მეთქი და თუ სადმე წავიდა ასე მგონია საყვარელთან წავიდა მეთქი და გაბოროტებული ჩემ გულში ვებძვიხან ჩემ ცოლს. ხან ვიღაცა უცნობს აი ჩემს დამღობავს. მინდა ერთი დავიჭირო და გასვლის როგორ ჭიაჭველა ესე დავიჭირო და გასვლის როგორ ისტანი სამოსი სვიმონ? შენ გონი სადღაც ყოფილხარ? მე? ხო. არსად? როგორ არსად? აქ ვიყავ ახლო. როგორ ახლო მე რომ დაგინახე შენ? ბაზარში მივიდა სვიმონიკო. ასე ადრე რა გინდოდა? ბაზარში? რა მინდოდა და სავაჭრო. აკაცი რამეა საყიდელი ბარდოს რომ ვერ ემბობი. ან შეიძლება ვერც კი იყიდოს იმ სულელმა ბარდომ. ხოდე მეც ავდექი და რა იყიდე? ნემსები მინდოდა. ნემსები მინდოდა, მაგრამ ვერსად ვერ ვიშოვე. როგორ დავიჯერო ნემსებს ბარდო ვერ იყიდე და არ შენ ვერ იშოვნე. არა, ნემსები კი იყო ბაზარში. როგორ არ იყო ნემსები ბაზარში? მაგრამ ისეთი ნემსები არ იყო როგორიც მინდოდა. ხო. რა თქმა უნდა შენ რომ ნემსებს ეძებდი იმას ვარდო ვერ მიშოვი და ვერა, აბა როგორ მიშოვი? კიდევაც რომ ეშოვნა შენ არ გამოგაგებოდა ის ნემსები. სვიმონ, შენ ძალიან უცნაურად ლაპარაკობ დღესა. შენ თვითონ არ გესმის რეებსა როშამ. რეებსა როშამ? დიახ. მაგიათ ვარ გადავირები. იმიტომ რომ შენ რაღაცას ვიმამავ. მე? გვეტაჯებო რა უბედურებო. მე შენ რაღაცას გიმალა, აბა როდის რა დაგიმალე? რა უბედური და დაგიმალე და აბა ვიტყარი რა. რა დამიმალე? ის მე ვიცი რაც დამიმალე.
შენ რა ეჭვიანო? მეჭვიანო, მეკავალები. სიმონიკო, რა სულელი და მე ხომ შენი სიყვარულისაგან დაგიშებული ვარ. ჩემი თავის არაფერი მე შენ კიდევ ეჭვიანო სიმონიკო. გენა ძოლებო რა საკადრისია ეჭვიანო. არა გენა. არა მოდი სიმონიკო გენა. წედი სამსახური. არა. სამსახური წადი. წედი სამსახური გენა. ცოტა ხანი არა სამსახურში წადი როგორ. რა მოხდა მე ვისიყვარულოდ. წედი სამსახურში. მე რომ მოვალ ვისიყვარულოდ, ხო? ხო. აღარ ხა სამსახური. Სიმონიკო. იმან რომ იცოდეს მე იმას რას უმალა იმან რომ იცოდეს მე ამ დილას სად ვიყავი და რისთვის ვიყავი შეჭად არა მომკლავდა რომ წარმოვიდგან სულ ციება მომდის რა ქნა ღმერთო ჩემო აი რა ძნელია აი რა ცუდია უსარგებლო საძრახისი არაფრის მაგნის ჩვეულება მაგრამ ჩვეულება რა ქნა ო, ვერაფერსაც ვერ ვიზამ, რა უნდა. ნუ ერთადერთი აი უნდა გავფრთხილდე. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, აი ძალიან მეტი რომ არ შეიძლება. რა ბედნიერები არიან კაცები რა. იმათვის ხომ ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი მოეტევებათ, ყველაფრის უფლება აქვთ. აბა ჩვენ? ქალები. აი, თქვენ. Ой, это чего? День и ночь роняет сердце ласку. День и ночь кружится голова. День и ночь взволнованной сказкой мне звучат твои слова. Только раз бывает в жизни встреча, только раз судьбою рвется нить, только раз холодный сердечек. Мне так хочется любить. Ой, ну давайте что предлагать? მე დარგოლების გაშვება მაინც ვიცოდე რა. აი კაცები რომ რგოლებს გაუშვებენ ხოლმე. და დაჭდეს ადამიანი, დახუჭოს თვალები და ჩაფიქრდეს.
ახე ევას შთამომავლობა აი ერთი ტკბილის სიტყვა მითხრა და ჩამფუფკა მაგრამ არა მე არ შევცდარ ვარ ის სადღაც დადის და შეიძლება აქაც ვიღაც მოდის ამბაქოს უნიმცემს არა აქ ვიღაც პაპიროსიანი დადის და შეიძლება ეხლაც აქ არის დაგიწერეთუა Papirosiano Aditire Papirosiano Guardo! Oui, mais à sa grande. Guarda, che non sale. Ai ac. Dingadis. Კაცი თუ არის ისინი, კაცი. დაღში გადიძმოვნა ქალი. რა? ეი, ტუტუცო, ვერ მიმიხდი, უცხო კაცი თუ მოდის უკანიდან. კიბიდადო? დავახსენდა. რაღაც? მაღალი. იქნებ მაღალიც იყო შენ რა, ნახე? ოფიცერი. შენ ნახე? Padre. ვაღლეთი მკერვალი ქალის დგას და იბასთან. დამაგარდია გერან! სისხლი მაგრამ ეგეთი ლამაზი მაინც არ იყოს აი ხა მეტყვით ეჭვიანი რა თახარო კაცო მიყვარს და იმიტომ რომ არ მიყვარდეს რას ვინაღვლები ოხ ვიცოდე ვინ არის ჩემი დამღუპავი მაშინ სიმონი მოკდეს თუ ერთი წუთი ვაცოცხლო და კისერი არ მოუვრიცო აკი სამხუში წახვალ სიმონიკო Father. ხო, მე. ისე? მოგელ. ხოდა მეც მაგას ვამბობ, რომ მოხვალ ხავდები დამჩადა იმისათვის მოგრუნდი. ვაიმე, სიმონიკო, რა მოგივიდა შენი ჭირიმე? რა დაგემართა გენაცვალე? რა მოგივიდა?
შეგძაგდა ჩემი სახე. ეხლა გახდა შენთვის საშინელი. მან დაჭერია თრამას კითხავ. Машина. Атасиго. ისე გიპარვარ თუ არა? აი შეგიძლია სხვა შეიყო. აბა მაგას რაღა შეკითხვა. შენ რა? ეჭვიცა გაქვს იმო? ღმერთო ჩემო, გაგთხედეს იმო ხომ ძედ 1000 უბედურება მოსდევს. არა, მე არ ვეჭვიანობ, მაგრამ აი ზოგიერთი გარემოება ერთსაც კითხავ, შენ რა უფრო გიყვარს და რა უფრო გძულს? მე მძულს აქ შენი ეჭვი. ხო. და მიყვარს? ვინა? შენა სვიმო, შენა. ვითომ? აბა მაგას რა გითხვა უნდა ღმერთო ჩემო? აი მე კი მიყვარს ჭეშმარიტება და მძულს იცრუე. შენა ამ ბოლო დროს რაღაცა ცუდი ქცევა შემოგჩვევია. Ingiambo! Kanagai kesvivo! Moş? Martalia? Siguriko genatmane rover daft me rakna Martalia tu dat chokolia bisati უნდა ჩაქოლო. უნდა ჩაქოლო. პროცესა ჯურის წერამდეც მაკეთები? ღმერთო ჩემო, არა, ღმერთმა ხომ იცის რომ არა. ჯერ ერთი კვირაც არ არის. და ჯერ იმოდანა დანაშაულიც კი არა მაქვს, ვიმონიკო გენაცვალა. ჯერ იმოდანა დანაშაული არ აქვს, ხო? აბა რამე კიდე რამე კიდე შემთელი დღეს სამსახურში ხარ, ჩემთვის არ აქცალია. აბა მე თავი რითი გამიდო გული რას გადავა? ოქცავა თეთაშეს მო. მოვიყვარ. ყველაფერს მომხერე შეიძლება მე თავი დამანებეთ. ის კი უმაკო გონია ამ საქმეში. როგორ? დედაშენი? მე კი ვეცდები მოვსპო ჩემი საშინელი ჩვეულება შენ და სასიამოვნო. დიდი მადლობა შეგიჭირე მე დიდი გარეთ სულ საპირობს და მოდი ხოლგას დაგა. ხოლგას გამადამ. იცი ვისთვისაც უნდა ჩემი აქედან წასვლა. იცი თუ სამსახურიდან მოვბრუნებულს მოგისწროს აღდარმა შეცადე და შეიცადე საქმე. აგიტა სახში რომ მოხვედი. შემიძლია მე ბოლოს და ბოლოს რა არის ეს აღარ შემიძლია. აი ხა წავა. მე ისე უცებ ჩუმად უკან მოვბრუნდები. მიხდა და მიხდეს.
რა მინდა და ეს მე ვიცი რაც მინდოდა. ვერ იყიდი და ვარდო, მე უნდა მეყიდა მარტო. დიახ, ჩამქოლე ბატონო. კი ბატონო, ჩამქოლე. დიახ დედაჩემ, ვერ შენ რა. მე ბოლოს მეტი აღარ შემიძლია. ადგები და ყველაფერს ვეთქო. როდემდე ვატყო ქმარსა? ოხ, რატო წავიდა ღმერთო ჩემო? აი მოვიდეს თუ ყველაფერი არ უთხრა. ვინ არის? მე ვარ. სიმონიკო, შენ ახარ გინაცვა? მე ვარ. ეხლა სიმონიკო. გამიგეთ კარი. ეხლა გინაცვა, რა გინაცვა? გამიგეთ კარი. არ გამიგებ თუ რა მოგიeda ბოლოს ვეღარ მოიწმე სიმონიკო აი გამაგე სადარი სად გადამალე რა სადარი რა რა უყავი სადარი რა სადარი მე რა სადარი რამდენი მოუწევე მოჯახდახსო რა ამბობ
ერთი ლაპარაკს აკეთებ. ვაიმე, მასწავლებელო, თქვენი ჭირმა მშვენიერო, ლამაზი, ჩემი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ აღარ ვიზამ გეფიცებით რა, აჯანყებო ძალიან თქოს, ვაიმე, მასწავლებელო. ვაიმე. ჩამკეტა! ენატანია და ქლესა. ოღონდ მათემატიკის მასწავლებელმა კარგი ნიშანი დაუწეროს და თვალებით ეკეკლუცება იმ საგანას. ეს უზრება თვალები. აბა ერთი ყოფილიყო ისტორიის ან მჭერმეტყველების მასწავლებელი. აბა ყოფილიყო. გამოიყვანე მათემატიკის ამოცანა სწორად ისე დაგჯის რომ ასე თქვა სირცხული შენი რომ ამხელა გოგო მომოცანების გამოყვანა არის სირცხული რატომ სირცხული რატომ მე თქვენ მურციკში წავიკითხე რომ დედაკაცის ანუ ქალის ნამდვილი და უპირველესი მოვალეობა ის არის რომ კარგი მეუღლე იყოსო და დედა და რა პითაგორას თეორემები აკეთოს Darman pensiyon şağır vissavlida, tiksa çıkır şağıra gel. Ama fikrim yokta. Elbet koşalım. Sonra bulmaz aşağı. Rana. Marto, barasa şinele bakıp arası bu. Vay. Kapatile mi dantal da masalı bulut koyni çili medalya. Ekla kola bakşi kava başvebi. Masalı bulut. Vay me kamış bitre. Abi Suriya ya buna da taşıysa çanta. Koyni kilo kazan işe girdi. Mãe, alguém başvebi. Mãe. Aqui Neto. Neto. Aí, Chamketa, ho. Ina da Charlotte, ho. Skauli varinkas mautsandeba. Taminaha. Diakhbatun. Ugura! Ikhnicheba. Ugura! Osendisho. მე შეგიჩვენებ ახლა ეს. დამიცადე მანდიყავი უსინდისო გამბი.
ეხლავე ძირს ჩამობძანდი. დედგა. მამე ავათავე. ძირს მეთქი. მამე ცუდად. მამე, ისერი გამემართება. მაგას მოთხოვი და დამბო. ძალიან ცუდად არ მასწავლო ისტერიკა მემართება გიფი. რას თქვია სასახში ისტერიკა? აბა მარტო თქვენ სასახშია? ვაიმე. უკაცრავად მასწავლო. თქვენი ჭირიმე ულამაზესო, უმშვენიერესო, უსაყვარლესო და უპატივცემულესო შარლოტა კარლოვნა მასწავლებელმა. გამიშვით რა. ჩემი ხვალამდე დაგიქნები დაგედინე. იქნები დაგიყო. დიდი ამბადი. აი მე კითხავდა და სულ ყველას ვეთქვი რომ თქვენ თავზე პარიკი გახურავთ. როგორ დამეთე? ეხლავე დაიჩოქე და ეხლავე. როგორ თუ დავიჩოქო? როგორ მე უფროს კლასელმა დავიჩოქო? დაიჩოქე და ეხლავე დაიჩოქო. მაჩეთ შარლოტა. У меня пульс плохой. Бетона? Я? Войми! У меня пульс плохой. Войми! Ара! Я в Ваймаре училась. Войми! Садо? А? Сада? Я Шарлотта фон Блумен. Вина варо Шарлотта вино? А? Вина? У меня пульс плохой. Ау? Я в Ваймаре училась. Войми! Иса, датнардит, дамшедит парик, ну ра... Мама, мама, бодиши га არ მინდო და მე მama მე დიკო ვაიმე კარგი კვირა სახლში ვერ წახვალ ვაიმე მასწავლებელო თქვენი ჭირიმე ძალიან გემუდარებით მასწავლე კვირა სახლში ვერ წახვალ და ჩემიდან ეს რა საშინელი გულქო ადამიანი ყოფილა. ამასთან არაფერი არ გადის. არა მე ერთი შორეული დეი დამყავს, როდესაც იმას განგებ დაემართება ხოლმე ისტერიკა. რა ვიცი, ბიძაჩემი ყველაფერს უსრულებს და არ ასეთი კეთილი კაცია ბიძაჩემი. რა ვიცი, აბა ესა კვირა სახში. რამეშველება კვირას რომ ახლა სახში არ გამიშვა. ბიძაშვილი გამეთხოვდა და სწორედ კვირას ამის გამო წვეულება. ხოდა დედიკო დამპირდა წაგიყვანო. და ამის გამო მშვენიერ ახალ კაბასაც მიკერავე. წვეულებაზე იქნები. ამ холод შედე რაც რომ ჩემთვი მოუწია მაღლიდან ღმერთ ბაბა სიყვარული холод შედე холод შენე браво არა, გათხოვება იმიტომაა კარგი რომ ყოველთვის ბალმეჯი ისები იმართება ხოლმე.
დიდებული სასტუმრო დარბაზები, სავსეა ლამაზად მორთული სტუმრები. Permettez-moi de vous engager. Mademoiselle, permettez-moi de vous engager. Mademoiselle, permettez-moi de vous engager. Mademoiselle, permettez-moi de vous engager. Avec plaisir, monsieur. Კი, პრაციაში ვსწავლობ. დაში გოგიათი. რა კარგია. რა მშვენიერება. მომიდევეთ კითხვისათვის. შეიძლება გითხოთ? ვინ აბზადებით? აქ საიდან გაჩნდით? უკაცრავად, მაგრამ ჯერ თქვენ თვითონ მიბრძანეთ. თქვენ თვითონ ვინ ახართ და თქვენ თვითონ საიდან გაჩნდით აქ? მე აქცო რომ აქ ჩემი სახლია. მაგ პანჯარაში ცხოვრობ? დიახ, აქ ოთახი მიჭირავს. მე მაგ პანჯარაში საიდან გაჩნდით? მოგახსენებთ იცით, ხმაურობა შემომესმა მაშინ, როდესაც აქ ყოველთვის სიწყნარია და მოვიწადინეს შეტყობა და ნახვა. აჰა. შეტყობა და ნახვა მოიწადინეთ, არა? მე რომ კარგი ჩვეულება არ არის? მართალია, კარგი არ არის. ნათქვამია, ბევრი სცოდე მალე დაბერდებაო. უყურე, ჩვენ რამდენს გვასწავლიან, დავაბერდები, აბა რა მომიგვა. უი, სიმღერა შემომესმა. ეგა. ვაიმე, მითხარით რა ამ საიდან გაჩნდით? მე აქ კლასის დამრიგებელმა ჩამოვწვდია. რა კარგია. ისე ჩამკეტა, როგორც პირველ კლასელი შეგირდი. აბა რა არის ამაში კარგი? არ არის კარგი. ხედავთ როგორ მეტრაბიან 15-16 წლის ხალხს? არ დავუჩქარება აგაგება და მოტევება სწავლით რომ იცინეთ, ყველა გენავლიყოთ რა. აბა მე რავგინა რა ვიღაც შარლოტა კარლოვნა. ქმერთმეცის საიდან ჯანდაბიდან გადმოთესულმა. ჩამკეტა ამ ბნელში და შერიცკი დამტოვა. ნუ თუ მართ. მართლა შრალ პურზე. იმუღმერთო? ვაიმე პური რა პატარა. აბა მაჩვენეთ პური ვაიმე რა პატარა, რას გეყოფათ, არ გეყოფათ. თაგვება? თაგვებმა? არა. კი. ბერმა? ნუ?
დიდებმა. არა. ხოდა თამმა. შეგიძლიათ ჩემთან ერთად რომ ისაუზმოთ? აი აქ ფანჯარასთან. ფორმას მადლობას მოგახსენე. რას მძანებ დრის მადლობა? ერთი ქადა მაქვს და კიდევ ერთი ბოთლი შამპანიური. შამპანიური. სტუმრისათვის გქონდა. ვაიმე არა. არა, სტუმარი არ რატო არ მოვა? სახლის პატრონი მაგდებს. როგორ თუ გაგდებთ რათა? დიახ, 4 თვეა, დილის კი არ გადამიხდია და ეხლა ოთახი უნდა დაუცალო, მაგრამ ამ გამომშვიდობებისას ბედნიერად რაც თავს რომ ღირსი შევიქნები თქვენთან ერთად საუზმის მithმევისა. მადლობა. არაფერს. მაშ მე მიბოძეთ გიახლოთ. მიბძანდით. გიახლოთ და ამ წუთია გავხდით. რა შეიძლება მალე მიბძანდით რა? აი მე ღმერთმა რამეზობელი მიბოძა? მართალია, ხა ლამასი არ არის. მაგრამ მე რა მოხდა? აკი ნათქვამია, სულ არ არაობასო, ესაო. აღა ჯობიაო. ხო, სულ არ არაობასო, ხურმა ცხილიაო, ჰე? აბა ეხლა ეს ჩემი მეზობელი გავხარ ხურმას არ ჯობია? თანაც როგორი გულკეთილია. საწყალი ნეტა რა ეშველება უბინავ. გულკეთილობა არ არის, აბა რა, თითო როგორი გაჭირვებულია და მე ქადას მომიტანს. ვაიმე, მართლა რა კაია თორე ისე მშია. შამპანური მე ჯერ არ დამილეია. ნეტა რა გემოსია. შამპანური. არა, მე საერთოდ ბევრი ჭამა არ მიყვარს. მე თქვენ ვერ ვიტან, გაუმაძღრები რო არიან ღიპიანები მუქთახორები. მაგრამ რა გინდა რა, ჩვენ ამ პანსიონში შამპანურს კი არა. სვერტია იგივეს გვაჭმევენ. გეგონებას მნის უღლება იყოს. მე ჭამფაბას ერბოთი, შენ ჭამფაბას ერბოთი, დის ჭამფაბას ერბოთი. ჩვენ ჭამფაბას ერბოთი, თქვენ ჭამფაბას ერბოთი, ისინი ჭამფაბას ერბოთი. აი ხა სხვათა შორის სადილობის ზარია. მიბძანდით ქალებო და ქალბატონებო, მიირთვით თქვენი ფაფა ერბოთი. ზეთქიდე წყალწყალა ბურახი დაყოლეთ არ დაგავიწყოთ და გაიბერენით და გაიჭირბენით. მეტი აქ მშვენიერ ქადას მივირთმევ. ზეთ შამპანურსაც დავაყოლებ. გასკდით გულზე. ხო, ჯერადრე არ მოდი. ხო, ზმნაზე გამახსენდა. ძალუას მეზობელმა დედაჩემს ერთი ანეკდოტი უამბო. მე ვშრომობ, შენ შრომობ, ის ჭამს. მოიცა, როგორ? ჩვენ შრომობთ, თქვენ შრომობთ. ისინი ჭამენ. აი, რა არის? მე რა კაცია. რა უგესურება მზად არაფერი არ არის. არა, ახლავე აი ამ წუთში. ვაიმე დიდი. მზად გახლავთ. ასე მალე? ყველაფერი მზად არის და მე თვითონაც აქ გახლავართ სუფრაზე. მაგიდაზე, ანუ მაგიდასაზეთა და არა სუფრაზე. ეგ სულ ერთია. ნება მიბოძეთ შემოგწიროთ ესე მცირედი ნაჭერი, ხო? მცირედი რა თმინდა, ბევრი არა ჯობია. ბევრია. სულწლიანა? ვაიმე, დიდი მადლობა. არა. ვაიმე რა კაცია. როგორ მოგწონთ? აბულა. მერთმა სასიკეთოდ შეგარგოთ. უი არა, მე არ ვიდა. მადლობა. ჰაამე. ვაი, გიშმიშები აგ. ჩემთანაც არის გიშმიშები. ვაიმე, რა კარგია. აუ. ვაიმე, ვიღწები, ვეღარ ყლაპა, ვაიმე. ეს იაიხედეთ და გაგივლით.
მაშინ უნდა დავდიოთ რამე. უი, შამპანი უნდა მოგხსნა. იცით რას ამბობენ, გახსნის რომ სიფეთქებს და გასხდებაო, მართალია? მართალია. ერთი მაჩვენეთ რა. ძალიან მაინტერესებს როგორ გასხდება. ეს კადა დამიტი? ბუნხიზა. მართლა? ვაიმე, კი არ გამიცე, ეს ჭრიალა ქაღალდებით დამიტი. ვაიმე, ბუსიზან! ვაიმე, მე მგონი ჟრება უკვე. ვაიმე, მიდის, ვაიმე, ბუ! რა მომარცხე ჩვენებო. მე არაფერი მასწავლებელო. ალბათ თქვენივე თითი მოგხსნათ ხოლმე. ასე, არა. ეს რა არის? აბა რა არის? ეს მაგიდაზე ამძროხეთ. ხო, უი რა მაგიდაზე. ამჟამად, ვაი რას ვაკეთებდი და ბუზებს ვიჭერდი. აი ბუზი. მე მაგიზათვის დაიჟები. აიღეთ პანკარი ფურცელი და დასწრეთ. მე გავკადნიერდი. კიდე ხარ თვალი გამოვთხარე, დავაბრმალე და დავაბრუციანე. ამან დავაბრუციანე. დავაბრუციანე. აი რა არის რაღაცა. კეთილი შარლოტა კარლოვნა. ჩემი კეთილი შარლოტა კარლოვნა. ესა მასწავლებელო მომავალი დროც უნდა? ესე იგი მე კიდევ გავკადნიერდები. თვალს გამოვთხე, დავაბრუნებ და დავაბრუციანებ ჩემს კეთილ შარლოტა კარლოვნას. ხანკო! შაჭერა მაგაშო! გაკრა? ვითარცა ყვავილი დამაჩვენება. მას ეს შარლონა კარლოვნას სადღეგრძელო დავიო. მართალია, გავმარჯოს შარლოტა კარლონა. ეს ღმერთმა გახაროს, გაბენიეროს, გაათხოვოს და დააბრუციანოს ჩვენი შარლოტა. დედა რა გაიგუბრებინ, ოთახში ჩაკეტილი ყოფინა. გავმარჯოს. ეხლადე კარი გავღე! კარი გავღე ეხლადე! შარლოტა, ვაიმე, შარლოტა. არ გავა. ვაიმე. Charlotte! Yeah.